ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ვასილ კიკვიძის ძეგლი წითლად შეღებეს. აქტივისტები წითელი არმიის სარდლის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით გამოვიდნენ. მათი თქმით, ქუთაისში უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლის სარდლის ძეგლი არ უნდა იდგეს. ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში მდებარე ძეგლის შეღების ინიციატივა რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. აქტივისტები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ძეგლის დემონტაჟს საკუთარი სახსრებით გეგმავენ. ვასილ კიკვიძის ძეგლის წითლად შეღება უკრაინის მხარდასაჭერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ერთი საუკუნის წინ ასროლი ტყვია, რომელიც ისროლა ამვანდალმა უკრაინაში, უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ სიცოცხლის უსწრაფებს არა მარტო დავითყიფიანს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვის თავისუფლებისას იბრძოდა უკრაინაში. ჩვენ პატივს მივაგებთ უკრაინელ ხალხს და გამოხატავთ ჩვენ სოლიდარობა ძაშეს ამ ვანდალის წინააღმდეგ. კიკვიძე თავი გამოიჩინა უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსი ბოლშევიკების მხარეზე იბრძოდა და მოკლული იქნა თავის დროზე უკრაინაში. და სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ძეგლის აღება.